ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვქონდა წლები, როდესაც დავიწყეთ ოცნება შეუძლებელზე და იმის ნაცვლად თუ რო გვეკითხა რატომ, ვიკითხეთ რატომაც არა. საქართველოს ხელმძღვანელი არის ბარონი მიუნჰაუზენი, რომელსაც თვითონაც არ ჯერა თავისი ნათქვამი სიტყვა. მიუნჰაუზენი ის გმირია, რომელიც შრომის პარტიის წევრებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს გაახსენდათ. მაშინ, როცა სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლის ანგარიშს წარადგენდა, ლეიბორისტები მისი სიტყვების გადამოწმებას ორიგინალური მეთოდით ცდილობდნენ. სიმართლე გითხრათ, როდესაც გუშინ პრეზიდენტს უსმენდი, ხან ფანჯარაში ვიყურებოდი და ხან აქეთ-იქით ვიყურებოდი, ნუ თუ მე იმ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რაზეც ახლა მიხეილ სააკაშვილი საუბრობს მეთქი. პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სრულად ნახა რესპუბლიკელმა ხიდაშელმა. ნაკლებად დაინტერესდა იმ დეტალებით, რაზეც სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რაზეც ქვეყნის პირველ პირს არ უსაუბრია. 2 წელია ზედიზერ ეს კაცი აღარ ახსენებს ნატოს, აღარ ახსენებს უსაფრთხოების სისტემას ქვეყნისთვის. საერთოდ არც ერთ სიტყვას არ ამბობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, ანუ უსაფრთხოება, რაც ამ ქვეყანაში დღეს ვფიქრობ ყველას აწუხებს, მან გამოტოვა. პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს გუშინ მისი პოლიტიკური ნატვრას გაუმხილა. ოპოზიცია მთავარ სარდალს ახდენილი ოცნებების წელს უსურვებს. მინდა ერთი პოლიტიკური ნატვრა გაგანდოთ. ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ისე, რომ დამარცხებულმა მხარემ, ვინც არ უნდა იყოს ის გამარჯვებულს, გამარჯვება მიულოცოს. როგორც ჩანს, პრეზიდენტს წამოწდა თავისი განწყობა, რომ წინა არჩევნები არ იყო სამართლიანი და დამოუკიდებელი და ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო. ისე ახლა თავის ბავშვობის ოცნებების ასრულებით არის დაკავებული, ხან ფორმულა 1-ის მანქანაში ჯდება, რომელშიც თან ვერ ეტევა და აფუჭებს მანქანას, ხან ციგურებით სრიალებს და ეს ერთი ოცნებაც აისრულოს, ეს ქვეყანას ნამდვილად წაადგება. მე შემიძლია გამოვთქვა იმედი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, თუნდაც მე ვთვლი, რომ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის, მაგრამ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ იმედი იქონიოს. იმას აქვს ყველა ბერკეტი ხელში და იმან უნდა ყველაფერი გააკეთოს, უზრუნველყოს იმას, რომ ჩატარდეს სამართლიანად ეს არჩევნები. 2010 წლის მოხსენებაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა ჩარეცხილების თემამ. პრეზიდენტის მიერ ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრის შეფასება კახა კუკავასთვის აღმოჩნდა დეტალი, რომელმაც დაარწმუნა, რომ სწორ გზაზე დგას. მე არასდროს არ მithქვავს არავიზე, რომ ვინმე არის ჩასარეცხი კონკრეტულად. მე ვთქვი, რომ ქურდული იდეოლოგია არის ჩასარეცხი. მაგრამ ამ 2-3 დღის წინ მე ისეთი შეკრება ვნახე და ისეთი რაღაც საშინელებები ვნახე. ხო, ნამდვილად არ მინდა ადამიანებზე რამე იგივე ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ გარკვეული სანტექნიკური ასოციაციები ნამდვილად მიჩნდება. ეს განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისი, რომ ოპოზიცია მიდის სწორი გზით, ოპოზიციის ის ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომელიც ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ სჯელობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეგუებული იმას, რომ სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, როგორც ხელისუფლების, ისე მისი სატელიტების მხრიდან სულ ერთია ეს პოლიტიკური სატელიტები იქნება თუ მედია სატელიტები, იქნება მუდმივი ლანძღვა, გინება, ზღვარგადასული კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება პირდაპირ ეთერის რეჟიმში ყველა ნაციონალურ არხზე გადაიცემოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში არ უნახავს. ამბობენ, რომ ზუსტად ასეთივე ანგარიში ჯერ კიდევ შარშან იმავე ტრიბუნიდან მოისმინეს. არის ჩვენი ქვეყნის პირველი პირის